უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს ბრალს ადგილობრივების მიმართ უნდობლობის, გამოცხადებასა და დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას სჯობს. მისი განცხადებით, სამართალდამცავი უწყება ძირითადად მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რაც მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ბაკურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ კადრებს უნდობლობას უწყადებს. მისივე მტკიცებით უწყებაში ხშირად მათი დაწინაურებისაგანაც თავს იკავებენ. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ პროცესმა უკვე პოლიტიკური ელფერი შეიძინა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისაკენ და შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ივედით უკვე იმ დონემდე, რომ ყველაფერი ეს გამოიხატება ანტიაჭარულ საკადრო პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში ეს შექმნის სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს რეგიონში და მე მიმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებას, რომ ვალერიან თელიას მსგავსი მოქმედება აღიკვეთოს და ბოლო მოეღოს იმ თვითნებობას და თავხედობას, რასაც ის ახორციელებს შინაგან საქმეთა აჭარის სამმართველოში.